1927 წელს ნიუ-იორკში გაიმართა სასამართლო პროცესი იმის დასადგენად, იყო თუ არა კონსტანტინ ბრანკოშის ნამუშევარი ხელოვნების ნიმუში. ამერიკელმა ფოტოგრაფმა ედვარდ სტაიხენმა, გირჩევთ მისი შემოქმედების ნახვა, ძალიან საინტერესოა. პარიზში $240 შეიძინა რუმინელი მოქანდაკის კონსტანტინ ბრანკოშის სკულპტურა ჩიტის სივრცეში. ამერიკის შეერთებულ შტატებში საზღვრის კვეთის დროს საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდებოდა ყველა ის ნამუშევარი, რომელიც დეკლარირებული იყო როგორც ორიგინალური ხელოვნების ნიმუში. თუმცა მესაზღვრეები ვერ მიხვდნენ, რომ ბრანკოშის სკულპტურა იყო ხელოვნება, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო უბრალოდ დამუშავებული მეტალი. ის მიიღეს როგორც სამზარეულოს ჭურჭელი ან საავადმყოფოს ნივთი. და სტაიხენს $400 გადახდა დაეკისრა. მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა და გაიმართა სასამართლო პროცესი, რომელმაც საზოგადოების ძალიან დიდი ყურადღება დაიმსახურა. კონსერვატორები უარს ამბობდნენ ეცნოთ სკულპტურა ხელოვნების ნიმუშად, რადგან მას აკლდა ფრინველისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური ნიშნები, ფრთები ან კუდის ბუმბული მაგალითად. ხოლო მოდერნისტები ამტკიცებდნენ, რომ მას ჰქონდა ჩიტისთვის დამახასიათებელი თვისებები, აღმავალი მოძრაობა და სივრცის თავისუფლების განცდა. საბოლოოდ დადგინდა, რომ ჩიტის სივრცეში ხელოვნების ნიმუშია, რადგან მის უკან დგას ორიგინალური იდეა, ჩანაფიქრი. თქვენ რას ფიქრობთ?